საბჭო შეიკრიბა ფარულად იმის გამო, რომ კონფლიქტი აეცილებდნენ თავად. ანუ თვითონ რექტორი ირინა პოპიაშვილი არ ესწრებოდა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტს. მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენ სტუდენტები, ასევე თანამშრომლები და ყველა გამოვედით ამ სიტუაციაში, უბრალოდ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ რექტორი შეიცვალა. ეს არ ხდება პირველად აკადემიაში, სულ არის ესეთი სიტუაცია, რომ ანუ სტუდენტები ხდებიან რეაქტორები. რატომ არაფერი არ იცოდა, არაფერი არ იკითხა და ზოგადად ჩართულობა სტუდენტების, ლექტორების, ყველა საზოგადოების დაინტერესებული პირის რატომ იყო ესეთი დაბალი მიმდინარე პროცესებში, გადაწყვეტილებებში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ფულის განახდელები ჩვენს განათლებაში და ეს ყველა პროცესი რაც საერთოდ დაწესებულება იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ აქ. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ შეიკრიბეთ. მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ სტუდენტები უნდა იყვნენ ყველაზე აქტიურები აი ამ შემთხვევაში და იმიტომაც მე წეღან მოუწოდე სტუდენტებს და ვუთხარი, რომ თითოეული საკითხი, რომელიც კი იქნება გასარჩეული, ხო? აუცილებლად უნდა გადავწყვეტოთ ერთ-ერთ. არგუმენტი, რომელიც ირინა პოპიაშვილის წინააღმდეგ არსებობს, არის ეს ყველაზე ძლიერად მოქმედებს ისევ თქვენსავე წინააღმდეგ, ანუ ამ საბჭოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, იმიტომ რომ არგუმენტი არის ესეთი, ირინა პოპიაშვილი ჩამოვიდა უცხო სხეული, 10 წელი ამერიკაში იყო, ის ჩვენ ვერ გაგვიგებს. ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი არგუმენტი იმის, რომ ირინა პოპიაშვილი აქ უნდა იყოს, სწორედ არის ეს, რომ ის აქ არ ყოფილა, ის ამ ჭაობში არ ყოფილა, ის უცხო თვალით უყურებს ამ ჩვენ პრობლემებს და იცის როგორ უნდა გადაჭრას ეს პრობლემები. როდესაც 80% სტუდენტებისა იხდის 2250 ლარს წლიურად. მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო უკანასკნელი წვეთი, რაც ჩემთვის იყო ის, როდესაც მე ერთი კვირის წინ ხატავდი შიშველ ნატურას, მესამე კურსზე ვარ, ხატავდი შიშველ ნატურას. უცბად შემოდიან და მეუბნებიან, რომ შიშველ ნატურას ვეღარ დავხატავ, იმიტომ რომ მისთვის შესაბამისი დაფინანსება არ არის გამოყოფილი. მოდი მე ხა ვიტყვი, რამდენი აქვს შიშველ ნატურას საათში. ამ ქალს საათში უხდიან 2 ლარს და 83 თეთრს. ჩაცმულ ნატურას უხდიან ლარს და 75 თეთრს. სად მიდის ჩემი 2250 და ამ პერიოდში, როდესაც ეს ქალბატონი შემოგზავნა და ასეთი განცხადება გააკეთა, მედია ხელოვნების დეკანატი იყო იტალიაში ვორქშოპზე. მე ამოვიდათ, მე მინდა რომ ქალბატონი, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან და რომელიც განვითარებული ქვეყნიდან ჩამოვიდა და დარწმუნებული ვარ, ეს ქალი თავის საქმეში კომპეტენტურია, მე გავესაუბრე მას და მან მითხრა, დაწერე გენაცვალე განცხადება და გამომიგზავნე. თუმცა მე განცხადების დაწერა ვერ მოვასწარი, უცბად ტელევიზორში დავინახეთ როგორ მოხსნეს იგი. ასე რომ მე ვერ მოვასწარი მართლაც განცხადების დაწერა და ძალიან მინდა რომ ეს ყველამ ძალიან კარგად გაიგოს. მე მინდა რომ ფულს, რომელსაც მე ძლივ შოულობ, ეს ფული მოხმარდეს ჩემს სწორ განათლებას. ვფიქრობ, რომ უნდა იყოს საბჭო პირველ რიგში ლეგიტიმური, იმიტომ რომ საბჭო თუ იქნება გადმონაშთი, თუ იქნება არაკომპეტენტური, ხო? აირჩევს ისეთ ადამიანს. გარდა ამისა, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა აკადემიაში იყოს თქვათ კარგი პირობები, ასე და ასე თქვათ, რომ კარგი სწავლება იყოს. ვფიქრობ, რომ ეს რექტორის პრეროგატივა იმდენად არ არის, რამდენადაც ლექტორების. შესაბამისად ეს კადრები რომ შეიცვალონ, ამისთვის უნდა შეიცვალოს რექტორი. და ეს რექტორიც რა თქმა უნდა იყოს არა იმ სფეროდან და არა იმ თქვათ წრიდან თქვათ ასე თქვათ ცუდად გამომდის მე გამიგებთ ესე რა თქმა უნდა კარგი ლექტორი ნებისმიერი რექტორის მოსვლის შემთხვევაში უნდა დარჩეს რა თქმა უნდა ხო მაგრამ ანუ უნდა იყოს გადახალისება იმის ხარჯზე რომ მოვიდეს ვიღაც კომპეტენტური რომელიც თუნდაც მოხსნის იმას ვინც არ არის შესაბამისი და შესაბამისი ცოდნის მომცემი ხო სისტემური ცვლილების დასაწყებად ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც არის დამოუკიდებელი აზროვნების და შეუძლია მოსმენა და რომელიც ორიენტირებული არის სტუდენტებზე. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია. რა ალბათ
ხო და ამიტომ ეს ადამიანი რატო უნდა იყოს აკადემიიდან მე თუ ვკითხავ საქართველოში არის ძალიან დიდი პრობლემა, აი ამ ჰომოსოვეტიკუსობის პრობლემა, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ სოციალურ კავშირებს. ანუ მეგობრები აქ ვიღაცას ვერ ვეტყვი, ვიღაცას ვერ მოხსნი თანამდებობიდან, იმიტომ რომ აი ეს და მოკლედ ეწყობა მთელი ჯაჭვი. იმიტომ რომ ყველა ადამიანს, რომელიც აკადემიაში ასწავლის ასეთი დიდხანს, ერთმანეთთან რაღაცა დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებას უბრალოდ ვერ გავექცევთ. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური ფიზიოლოგიური ფაქტორი. აი ზუსტად ამიტომ გვჭირდება ჩვენ დამოუკიდებელი ტვინი. ზუგთა. ძალიან კარგად ეს რომ შევიკრიბეთ, მოდი ყველამ შევიკრიბოთ ჩვენი კონტაქტები, გავაკეთოთ რაღაც მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ანუ სტუდენტური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს აკადემიაში რა მოხდება და ეს ამან იქნებ მიგვიყვანოს იქამდე, რომ ზევიდან არაფერი ჩვენს სტუდენტურ ცხოვრებას არ შეეხება. ზევიდან არ დაგვინიშნონ, არ მოგვიხსნან და ასე შემდეგ არ გააკეთონ ესეთი რაღაცები, რაც პირველ რიგში ჩვენს სასწავლო პროცესზე მოქმედებს და მერე დანარჩენ ყველაფერზე და თუ სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ, ჩემთვის სამართლიანი იქნება მხოლოდ ის სიტუაცია ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არავისთან პიროვნული და პრინციპალური პრეტენზიები არ მაქვს, სამართლიანი იქნება, რომ საბჭოც აირჩეს თავიდან, იმიტომ რომ ეს საბჭოც ისეთივე ძველი სისტემის ნაშთია, როგორც ძველი სისტემის დანიშნული იყო ირინა. მე ვხედავდი, როგორც ცდილობდა ქალბატონი ირინა ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. ვემხრობოდი მის მეთოდს, ტაქტიკას, მიდგომის ამ პრობლემების გადაჭრას და მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემების გადაჭრას. ანუ მითხარით უბრალოდ თქვენი აზრი, თუ რატო ეძახიან სტუდენტები, ანუ სამხატვრო აკადემიაში არსებულ სიტუაციას ჭაობს. ეხლა რაც შეეხება ლექტორის პრობლემას. დღესდღეობით სხვადასხვა გულში თქვენ საყურებლობთ უკვე Facebook-ზე გაიდო. კი ანუ გავიდა ჩვენი აკადემიის საიტზე ინფორმაცია. ეს იყო ჩემი ძალიან ისეთი კატეგორიული მოთხოვნა, რომ საბჭო შეიცვალოს და გაიზარდოს 15 კაცამდე. ეს არის მაქსიმუმი, იმიტომ რომ უბრალოდ კანონი არ გვაძლევს საშუალებას, რომ მე მაგალითად 60-ს მოვითხოვთ. დიზაინზე არ არის ჭაობი. თქვენ წეგან გამოგვიგეთ, რომ მე შეიძლება მუშაობ იქ ნამდვილად ჭაობი არ არის. ჯერ ესეთი მე გამითხოვს, მე ვთქვი, რომ ფაქტები გვაქვს. მე საერთოდ კიდე გადაგებია მე გითხრა. თქვენ თქვენ აღვთო იქ სადაც მე მუშაობდი. არა, თქვენ თქვით რომ დიზაინზე არ არის ჭაობი. დიზაინზე ზოგადად ყველგან არის ჭაობი. ამიტომ გეუბნებით რომ მე ხო არ ვიცი ზოგადად ესე ვიცი თვალ დანახი. ანუ შეიძლება რაღაცები ვიცი, მაგრამ ნუ არსებობს ახლა რაღაცა კოლეგიალური მომენტები, არსებობს რაღაცა სხვადასხვა. მე პირიქით ძალიან მიხარია თქვენ ეს ერთი წუთი ვასწავლეთ ხო რა. ძალიან კარგი თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ აი ესეთი საშენი რატო აქამდე ეს სადიყავით აქამდე რატო გეშინოდათ აქამდე რომ ხო და გამარჯობა გენეცვალა აი ზუსტად აი მაგას ზუსტად მანდავარ მეც როდესაც ქალბატონი ირინა პოპიაშვილი მომისმინე როდესაც ქალბატონი ირინა პოპიაშვილი მოვიდა აკადემიაში თქვენ იცი იქ როგორ მოვიდა ირინა პოპიაშვილი აკადემიაში იმ ჭაობის დროს არ მოვიდა ირინა პოპიაშვილი. შეიძლება ბევრი სამწუთასო პროტესტი გაუჩნდეს ჩემი მიმართ, იმიტომ რომ ვიტყვი თვითმმართველობაში ვარ ახლა მე, მაგრამ ერთი წამი ბოლომდე მათქმევი. როდესაც თვითმმართველობის მიმართ ვინმეს უჩნდება პრეტენზია, ხელი აწიეთ რამდენმა იცის სად არის თვითმმართველობის ოთახი. რამდენსგან თვითმმართველობის მიმართ პრეტენზია. ეხლა მითხარით ერთი წამით, როდესაც ტარდებოდა თვითმმართველობის არჩევნები, რატომ მიიღო სტუდენტების 10%-მა მონაწილეობა? იმიტომ რომ ინფორმირებული არ იყავით. და რატო არ იყავით ინფორმირებული? მათქმევით, ბოლომდე მათქმევით. ერთი წამით. ხო და როდესაც გიშთებათ პროტესტი, რატო გამოთქვამთ ამას პირველში დარბაზში და რატო არ ამოდიხართ ოთახში და იქაც არ გამოთქვამთ პროტესტს ამიხსენით? წელიწადში იყო საკმაოდ დიდი პროტესტი აკადემიაში და მას ეკო თავისუფალი სახელოსნო სამწუხაროდ თქვენ არ იცით ამის შესახებ, არ თვითმმართველობამ არ იცით, ან რეაგირება არ მოხდენიათ და მაინტერესებს რექტორის შემსრულებელი რამდენად იმ პრობლემებს, რომელიც ორი წელი იდგა და ჰქონდა თავისუფალი სახელოსნო,
სადაც ადამიანები იღებდნენ იმ განათლებას, რომელსაც უფასოდ, რომელსაც ჩვენ გუსტ ვიხდით აქ, ეს ერთი, მეორე ერთი. მე აქ იყო წინა შეხვედრაზე ვიყავი. სადაც ერთ-ერთმა ლექტორმა ესეთი ფაზა წამოთქვა, რომ იტალიაში როდი, ისე დაუკვირდათ საქართველოს ესაო, განათლება რომ შოკში ყოფილა. რომის აკადემია სამხატვრო ყველა შოკში. მე ამის ამჯერ არ არის აქ განათლება იმ დონის, არ არის აქტუალური ხელოვნებაზე საუბარი, არ ის ლექტორი რომელიც 60-იან წლებში აკეთებდა და იმის შემდეგ არაფერი არ გაუკეთებია შეთანხმებული განათლება. არანაირი ალტერნატიული ხელოვნების მოძრაობაში არ ყოფილა, არაფერი არ გაუკეთებია. ის ლექტორი მე ვერ მასწავლის მე თანამედროვე ხელოვნებას, რომელსაც მე გავყიდი რომშიც და იმაშიც არაცნობდა. მეორე ერთი ირინას დროს მე არ ვიცი ქალბატონ ირინას კარგად არ ვიცი. ერთთვის ვინ ჩამოვიდა გავაგზავნე მეოთხე კურსზე სწავლა, ხო? არ ვიცნობ, მაგრამ ერთ-ერთი შეცვლა რაც მოხდა ჩემს ფაკულტეტზე, მე ვარ მედიახეობის ფაკულტეტზე, რომელიც არის, არის ის შუქები და კარგები არის. და ესა შეცვლა ერთ-ერთი რაც მოხდა, ერთი-ორი ლექტორი არის, რომელიც მონაწილეობს თანამედროვე ხელოვნების კეთებაში და მათ შორის უცხოეთში. შემიძლია თქვა სახელები პირველს ხათიმ ხაბულიანი და რამოდენიმე, რომელიც 90-იან წლებიდან და ვატოცეთ რომ 90-იან წლებიდან არიან მოძრაობა, როგორც ხო? და შენს ფაკულტეტზე არ ვიცი რა რომელი ლექტორი მოძრაობს ან არ მოძრაობს. მაგრამ არც ის ლექტორები რაც აკადემიურ საბჭოში წამოვიდა, არც არქიტექტორები არიან, არაფერი არ დავხატოთ, თეთრ ლექტორები არიან. არაფერი არ ვიცი. არანაირ თანამედროვე ხელოვნებას აზრზე არ არის და იმ ლექტორის არჩეულ ლექტორს მე არ ვეთანხმები და ის ლექტორი რამის მასწავლის იმასაც არ ვეთანხმები. და ის თვითმმართველობას ასაც შემაპარაკოს, თვითმმართველობა თუ არ იქნება ის მოძრაობა, რომელიც გამოხატავს სწავლის გაუმჯობესებას და არა ეს კურსი, სწავლის გაუმჯობესებას თვალის უნდა. და ის უნდა მოვიწყდეს.